კახელ გლეხებს ატმის მოსავლის რეალიზაციისას პრობლემა არ შეექმნებათ. ამის პირობა გლეხებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლახში სტუმრობისას მისცა. საზაგორო ზიამოსიშვილების ატმის პლანტაციები დაათვალიერა და მათ მოსავლის დააკრეფაშიც მიეხმარა. ადგილობრივები მინისტრს ატმის რეალიზაციის პრობლემებზე ესაუბრნენ, რაზეც გორეზიამ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა აზერბაიჯანის მთავრობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა მეზობელ სახელმწიფოში ქართული პროდუქციის ექსპორტი განხორციელდეს. მინისტრის თქმით, აღნიშნული პრობლემა 2 დღეში მოგვარდება. წელს კახეთში ატმის 33,000 ტონა მოსავალს ელოდებიან. გარდა ამისა, გლეხები პროდუქტის რეალიზაციის დამატებითი გადასახადისგან მთლიანად გაათავისუფლდებიან. თოლი კარგი გვაქვს წელს, დაიწყო უკვე ატამის მოსავალიც, ჩვენ გვაქვს ბაზრები, რომელზეც არის დამოკიდებული უფრო მეტად ჩვენი პროდუქციის გასვლა, მის ფასი. ჩვენ მივაღწიეთ მოლაპარაკებები იმას აზერბაიჯანულ მხარესთან, იმისათვის რომ უფრო გამარტივებული იყოს შესვლა და ვფიქრობთ, რომ უფრო ბევრად სწრაფად მოხდება ქართული პროდუქციის შეტანა, უფრო უმტკივნეულოდ ეს ვიდრე ადრინდელ პერიოდში იყო. ძალიან გაჭირდა ატმის გაყიდვა. აი ახლა მინისტრი ჩამოვიდა, ბატონი მინისტრი შეგვირდა, რომ აზერბაიჯანთან საქმეს მოაგვარებენ. ამაზე კარგი არაფერი არ იქნება. ხალხიც კმაყოფილი იქნება და საქმესაც კარგად ეშველება.